მოგესალმებით. დღეს მინდა გაგაცნოთ ჩვენი პოდკასტის სტუმარი გიორგი აბულაძე. გიორგი აბულაძე ადრე იყო სულ თავიდან ჩემი სტუდენტი, შემდეგ უკვე ჩემი ახლო მეგობარი. მან მოახერხა რომ წელს მიიღო ნევროლოგიის რეზიდენტურაში ადგილი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ივლისში გაემგზავრება შტატ ნიუ-იორკში და განაგრძობს თავის პროფესიულ გავითარებას Sunny Downstage. ხომასეა? ასე. ნიუ-იორკის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ძალიან კარგი. ედვარდ, ძალიან მიხარია დღეს აქ რომ ვარ. ვფიქრობ რომ არაფერი ისე ადამიანებს ერთმანეთთან არ აახლოვებს, როგორც საერთო მიზნები და ღირებულებები და დღეს ჩვენ ამ მიზნებმა და ღირებულებებმა შევხვდება, რომ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც იმყოფება ამ გზაზე. ნამდვილად ესე არის ჩვენი ამოცანა დღეს იქნება გიორგი. პრინციპში მსგავსი იმის, რაც მე და გიორგი ხუნდაძემ ჩავწერეთ 1 წლის წინ ის არის გიორგი. მინდოდა რომ ახალგაზრდებს, ხომ, ვისაც აქვს კითხვები და არ აქვთ ამ კითხვებზე ჯერ კიდევ პასუხები, ამომწურავი პასუხები, მინდოდა რომ ამ კითხვებზე მიეღოთ ამომწურავი პასუხები. ხომ, წინა წელს ჩვენ ჩავწერეთ ეს სერია გიორგი ხუნდაძესთან, მას ჰქონდა ჩაბარებული იმ დროისთვის პირველი სტეპი, ხომ? შენ ერთი ნაბიჯი და კიდევ ერთი ნაბიჯი წინ ხარ, შენ დაასრულე ეს პროცესი, ხომ, ყველა გამოცდა და მატჩინგი რეზიდენტურაში. ამიტომ ჩვენთვის ყველასთვის, ხომ, და განსაკუთრებით ახალგაზრდა სტუდენტებისთვის საინტერესო იქნება შენი გადმოსახედიდან, ხომ, ამას რომ მიუყვეთ როგორც ფილმის სერიებს და გვაქვს დასასრული, ხომ, ბოლო სერია ფინიში, სადაც შენ ხარ იქ, სადაც ყოველთვის გინდოდა რომ იყო და ხარ ნევროლოგიის რეზიდენტი, ხომ? ისეთი მარტივი კითხვით რომ დავიწყოთ, უფრო მარტივი ტიპის კითხვით, როგორ დაინტერესდი მედიცინით? პირველ რიგში მინდა თქვა, რომ შევეცდები მაქსიმალურს, რომ ჩემი ცირდი გამოცდილებით ხელი შევუწყო იმ ადამიანებს, რომლებიც ამ გზაზე არიან. ორი კატეგორია არსებობს ალბათ ადამიანების, ვინც მედიცინას ირჩევს. პირველი კატეგორია ალბათ, რომელსაც შენ მიეკუთვნები, რომელსაც თავიდან იცის რა სფეროს სურს, რომელ სფეროს სურს რომ დაეუფლოს და მეორე, რომელიც იწყებს უბრალოდ ინტერესით და ცნობის მოყვარეობით. მე მივეკუთვნებოდი მაგალითად მეორე კატეგორიას. პირველი კურსი ალბათ ემსახურებოდა ადაპტაციას გარემოსთან, მასალასთან და ამის შემდგომ უკვე გაჩნდა სურვილი, რომ რაც არ უნდა ყოფილიყავი, რომელ სფეროსაც არ უნდა დაუფლებოდი, უნდა დამეკმაყოფილებინა პროფესიონალიზმის მაღალი სტანდარტი. და დავიწყე გზები იმისა თუ როგორ შეიძლება მისულიყავი ამ კონკრეტულ მომენტამდე. თავდაპირველად ეს იყო გერმანული. ვეკითხებოდი ძალიან ბევრ ადამიანს თუ რა შემიძლია გამეკეთებინა ამ მიზნისთვის. თავდაპირველად გერმანიის რეზიდენტურა იყო ყველაზე, ასე ვთქვათ, გამოცდილი გზა იმ მომენტისთვის და დავიწყე გერმანულში მზადება დაახლოებით 2 წელი. მაგრამ ამ პერიოდის განმავლობაში ვზრუნავდი არა მარტო გერმანიაზე, არამედ ვიკვლევდი სხვა გზებსაც. და ასევე საკუთარ თავში ვეძებდი ინტერესს თუ რომელი სფერო უფრო მაინტერესებდა. და დაახლოებით მე-4 კურსზე ერთი ასეთი რიგით გასაუბრების დროს ექიმთან სადაც წესით გასაუბრება უნდა წასულიყო გერმანიის რეზიდენტურაზე, მირჩიეს რომ ნახა რა იყო USML. მითხრეს რომ USML მოხსნას საშუალებას დაგიწყო რეზიდენტურა არ მხოლოდ ამერიკაში, არამედ თუ შენი მიზანი არ იყო ამერიკის რეზიდენტურა, ქონოდა საკმაოდ მყარი სამედიცინო განათლება ბაზისი. და სწორედ ამ დღეს მახსოვს გამოვედი, მე ვიცოდი რომ უნდა მენახე რა იყო ეს USML, ვიპოვე, მოვიძიე ინფორმაცია, მართლაც ყველაფერი რეალური იყო რაც მირჩიეს და ვიცოდი რომ იმ მომენტში უნდა გამეწყო ყველაფერი და დამეწყო ამ გამოცდის მზადება. იმ შემთხვევაში მაგალითად როგორც ჩემს სიტუაციაში, როდესაც ბექგრაუნდი არ მქონდა იმის თუ რა უნდა მეკეთებინა, როგორ უნდა გადამანაწილებინა დროში, საბოლოო ჯამში რას მოიცავდა ამერიკის რეზიდენტურაში წარმატებით ჩაბარებას, ვიფიქრე რომ საჭირო იქნებოდა მენტორი და სწორედ ასე გავიცანით მე და შენ ერთმანეთი თავიდან. დაახლოებით მსგავსი ისტორია მეც მაქვს. ოღონდ ჩვენ ვიყავით მისული სტუმრად, ჩემს მეგობართან, ხო ექიმი, ახაც არის და უნდა გვესაუბრა ზოგადად სამედიცინო საკითხებზე, იმიტომ რომ მაგ დროს მე დავამთავრე ჩემი გამოცდები, მისაღები, ეროვნული გამოცდები და უბრალოდ გავუზიარე ეს და მან მომიყვა, რომ თავის ახალგაზრდობაში მას სურდა და არსებობდა ასეთი გამოცდები,
და ზოგიერთმა მისმა მეგობარმა სწორად მახსოვს ჩააბარა ეს გამოცდები და წავიდნენ შტატებში. და მომიყვა თუ რა ხდებოდა ოკეანის იქეთ. მეც ცოტათი განსხვავებული გეზი მქონდა, ხომ? მაგრამ ეს რაღაცნაირად ძალიან სწრაფად იცვლება, ხომ? როდესაც გიზიარებენ ამას კითხულობ რაღაცის ერკვევი და თითქოს შენი პირვანდელი გეგმა არც არასდროს არ არსებობდა, ხო? მდივად ეგრეა, კი. ოკეი. ესეთი კითხვა იქნებოდა ალბათ საინტერესო მსმენელისთვის. შენ გაინტერესებს ინტერვენციული ნევროლოგია, ხო? კი. როგორ მიხვედი მაგ აზრებამ, მაგ ფიქრამდე, მაგ დასკვნამდე, გადაწყვეტილებამდე? ხო, როგორც აღნიშნე, თავდაპირველად მხოლოდ ერთი მიზანი მქონდა, რომ რაც არ უნდა მეკეთებინა, უნდა მიგრძნო თავი ამ სფეროში კომფორტულად და კომფორტულად რომ მიგრძნო თავი, ალბათ მაღალი სტანდარტებით უნდა დაეუფლო ამ პროფესიას. თუმცა დროთა განმავლობაში სერია სხვა სპეციალობებს იყო თერაპიულ დარგებში, იყო ქირურგიულ დარგებში, ვაცნობიერებდი მათ დადებითო ორყოფით მხარეებს, თუ რომელი მომრგებოდა ყველაზე მეტად მე, სად ვიგრძნობდი თავს უფრო კომფორტულად. ანუ ამ დრომ თვითონ წაიღო ძალიან დიდი ხანი, მაგრამ მაშინ როდესაც ინტერვენციულ ნევროლოგიაში მომიწია ყოფნა, არ დამჭირებია დიდი ხანი იმისათვის, რომ მიხვდარიყავი, რომ ეს იყო სფერო, სადაც მე ვხედავდი ჩემს მომავალს. და ეს მოხდა საკმაოდ გვიან დაახლოებით მე-5-6 კურსიობით. როგორ ფიქრობ, რა იყო ინტერვენციულ ნევროლოგიაში ის, რამაც განაპირობა შენი ასეთი მტკიცე გადაწყვეტილება ასე ადრე, რომ შენ გსურს მუშაობა სამომავლოდ ინტერვენციაში? ჩემთვის ინტერვენციული ნევროლოგია იყო ძალიან დიდი ბალანსი თეორიული ცოდნის და პრაქტიკული ნაწილის. და ეს მომცემდა საშუალებას, რომ ეს ორივე ნაწილი, რომელსაც მიმართაც მე მაქვს ძალიან დიდი პატივისცემა და სურვილი რომ გამოვიყენო, რეალობაში მოვიყვანო. ეს ერთი დიდი კომბინაცია. საინტერესო არის ეს კომბინაცია მანუალური მუშაობის და ალბათ რეზულტატების მალევე დანახვის, ხომ, რაღაცას აკეთებ, გავს თეორიული ცოდნა, გაქვს მანუალური უნარები და მალევე ხედავ შედეგს. ხო. კი ბატონო. შემდეგი კითხვა იქნება ასეთი. ნელ-ნელა გადავინაცვლოთ ჩვენი გასაუბრება, გადავიტანოთ ახლა ესეთი ფოკუსი გადავიტანოთ შენს ცხოვრებაზე. როდესაც შენ ემზადებოდი ამ გამოცდებისთვის, ხომ? როგორი იყო შენი ესეთი ყოველდღიური ტიპიური დღე? ხო, ალბათ მსგავსი დღე ყველა ადამიანს აქვს, ვინც ამ გზას გადის. ალბათ ყოველი დღე იწყებოდა უნივერსიტეტით, იყო აკადემიური მოვალეობები, რომელიც უნდა შეგესრულებინა. დაახლოებით დილიდან შუა დღემდე ვიყავი უნივერსიტეტში ან კლინიკაში, ხოლო ამის შემდგომ უკვე დანარჩენი დღე ეთმობოდა USM-ს. თუმცა იყო დროები, კეფები ასე ვთქვათ, თუ მაგალითად სახლიდან უნივერსიტეტამდე ან კლინიკამდე ან პირიქით კლინიკიდან სახლამდე. და ამ დროსაც ვცდილობდი, რომ ეს როც პროდუქტიულად გავამეყენებინა, ვიყენებდი ანკი ფლეშკარდებს, რომელიც მშვენივრად გამოცდილი პროგრამა, რომელიც ეხმარება ხანმოკლე მეხსიერება გადაიყვანო ხანგრძლივში. და კარგ შედეგებს გადებინებს, ასე ვთქვათ. გეხმარება რომ ფუჭი დრო რაღაცაში გამოიყენო სასარგებლოში. და ამის შემდგომ მოდიოდა უკვე საშუალოდ 7-8 საათიანი USML-ის მეცადინეობა. დღე მთავრდებოდა ვარჯიშით, იმ მიზნით, რომ მენტალური მდგომარეობა დასტაბილურებულიყო, სტრესი მოგიხსნა და შემდგომი ახალი დღე დაგეწყო ახალი ძალებით. საინტერესო არის ასევე ის, რაც ბოლოს აღნიშნე, მენტალური მხარე და ჩვენი ეს mental health, რაც აუცილებლად მოგვიანებით ვისაუბრებთ. გამოდის, რომ შენ ყოველდღიურად საშუალოდ 7-8 საათს ხარჯავდი ამაზე, ხო? კი, ეგრე გამოდის. მაგრამ იყო თუ არა დღეები, როდესაც თქვათ, იყო შედარებით ჩავარდნა, როდესაც ხარ უკმაყოფილო, ან როდესაც პირიქით შენ იმაზე მეტი შეასრულე, ვიდრე შენ ქონდა გაწერილი შენს გეგმაში. ხო, რა თქმა უნდა, ბუნებრივია, იმიტომ რომ ამერიკის რეზიდენტურისკენ მიმავალი გზა არის ძალიან დიდი დრო. გრძელდება წლები და უბრალოდ შეუძლებელია შეინარჩუნოს სტაბილურობა ამ დროის განმავლობაში, მაგრამ დარწმუნებით შეუძლია ყველამ თქვას, რომ ძირითად დროს ისინი ატარებენ სამედიცინო სფეროსთვის ცოდნის მიღებაში. ძირითადად ეს არის.
ამ ყოველდღიურობაში ყოველდღე შენ ხარჯავ 7-8 საათს, ხანდახან ნაკლებს, ხანდახან მეც, ალბათ ზოგ დღეებში ხარ მეტად კმაყოფილი, ხანდახან პირიქით არ ხარ, ხომ? ყოფილა თუ არა, ალბათ მსმენელის ეს იქნება საინტერესო ახალგაზრდებისთვის, ყოფილა თუ არა შემთხვევები, როდესაც შენ შეგაქვს ეჭვი. მთელ პროცესში შენ თავში ზოგადად ეჭვი და მე ეს ეჭვი შეგიძლია განავრცო რაში. ხო, როგორც აღნიშნე, რადგან დიდხანს გრძელდებოდა საკმაოდ კომპლექსური თემა არის, ეჭვი ამ პროცესის თამდევი რამ არის. მუდამ იყო და დარწმუნებული ვარ, ყველას ჰქონდა, ვისაც ეს გზა გაუვლია. თუმცა კატეგორიებად დავყოფდი ამ ეჭვებს, იყო ობიექტური და იყო სუბიექტური. გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან მომთხოვნია ეს პროცესი, თვითონ გამოცდა, მომზადება რეზიდენტურისთვის, ბევრ გამოწვევებს გიქმნიდა გვერდითი ეფექტების სახით. და იქიდან გამომდინარე, რომ ამ ხელგამოწვევა ცხოვრებაში არ მქონია, ეს პრობლემები საბოლოო ჯამში აღზრდოდა ეჭვებს. რომ მაგალითად შეიძლება ისე არ წასულიყო საქმე ობიექტური მიზეზების გამო, როგორც საქმელი გვაქვს. ამასთანავე იყო სუბიექტური ეჭვები, ჩვენი ერთგული ეგო, რომელიც სულ თან გვერდით ყავს და გვეუბნება, რომ იქნებ იმედსადინო ისწავლო 3 წელი და რეზიდენტურაში ჩარიცხვის პერსპექტივიდან მარგქმედების კოეფიციენტი იყოს 0. იქნებ საერთოდ ვერ გაართვა თავი. თუმცა საბოლოო ჯამში მიუხედავად ამ ეჭვებისა, ბიზნესკენ სწრაფას უნდა ვერთგულო. უნდა ვერთგულო. მოდი კიდე მეტად ჩავშალოთ ეს. როგორ ფიქრობ, რით შეიძლება იყოს ეს გამოწვეული? ეგ ეჭვები. იმიტომ რომ წარმოიდგინე, რომ ვინც გისმენენ ახალგაზრდები, ხომ? ბევრი მათგანი არის მსგავს ვითარებაში, ხომ? შენ როგორ ფიქრობ, საიდან მოდის ეს ეჭვები? და შემდეგი კითხვა იქნება, რომ როგორ უმკლავდებოდე შენ ამას, ამ ეჭვებს? როგორც აღნიშნე, არსებობს ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ამ ყველაფრის. ობიექტური მიზეზი არის მაგალითად შემთხვევაში ის, რომ ყველაფრის დაწყება მოიწია 0-დან. ვსწავლობდი ქართულ პროგრამაზე, ვსწავლობდი განსხვავებული სასწავლო წყაროებით და უცებ იცვლება ყველაფერი და იცი რომ უნდა იჯდე 7-8 საათი აკეთო საქმე 0-დან და ამასთანავე გარემო ფაქტორები შენს გვერდით თანაცხოვრებაში გიშლიან ხელს. ეს არის ობიექტური მიზეზები. ხანდახან გარემო ისე შეცვლის ცხოვრების კალაპოც, რომ ეს ჩვენ სულაც ჩვენგან სულაც დამოუკიდებლად ხდება. ობიექტურ მიზეზებში მხოლოდ ამას შევიყვანდი. ხოლო სუბიექტურ მიზეზებში ისე და ისე სუბიექტური აღქმები იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად დიდია ეს გზა, რამდენად რთულია ეს გზა, რეალურად იმ პერსპექტივიდან რთული იყო დაინახო, რამდენად რეალური და შესაძლებელია ის, რაზეც ჩვენ ახლა დღეს ვსაუბრობთ. რთული არის გეთანხმები ყოველდღიურობაში ასე ვეძახი ხოლმე ნაცრისფერ ყოველდღიურ რუტინას. მე არ ვარ დარწმუნებული თუ ვინმესთვის ვინც გაიარა ეს გზა და მაგალითად 3 გამოცდის ჩაბარებას მოანდომა თქვა 3 წელიწადი. მე არ ვიცი ვინმესთვის თუ შეიძლება ეს არ ყოფილიყო ნაცრისფერი ყოველდღიურობა. ხომ? სივრცეც კი არ იცვლება, ხომ? ერთსა და იმავე სივრცეში დღიდან დღემდე, ხომ? დღიდან დღემდე. აი როგორ შეგიძლია შენ აღწერო თუ რას გრძნობდი, რა ფიქრები ქონდა და როგორ უძლებდი აი იმ ფაქტს, რომ არაფერი არ იცვლება, კი, აბარებ ერთ გამოცდას, ფაქტია, ობიექტური რაღაც დატაა, რომ არის ერთი. შენ იცი რომ თქვა 3 არის საჭირო, მაგრამ გარემო არ იცვლება, არ იცვლება შენი mentorship-ის ხარისხი, არ იცვლება შენი ფინანსური მხარე, შეიძლება პირიქით სუსტება ამ გამოცდების ჩაბარების დროს, ხომ? აი ამაზე რა შეგიძლია თქვა? ხო, რამოდენიმე რაღაცა შევეხეთ, უპირველეს ყოვლისა, ყველა ადამიანს ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური მიდგომა ქონდა ამ ეჭვებთან და სირთულეებთან.
ჩემს შემთხვევაში მაგალითად ალბათ ამას ქვეცნობიერად ვაკეთებდი, ვცდილობდი რომ ყველაფერი მარტივ ლოგიკამდე დამეყვანა. აი მაგალითად როგორიც არის, თუ სხვამ შეძლო, მაშინ მეც შევძლებ. ვიცოდი რომ ყოველ დილით, როდესაც ვიღვიძები, მქონდა ორი არჩევანი, ვიყავი წყალგასაყარზე. ან დღე მიდიოდა პროდუქტიულად, თუმცა არასასიამოვნოდ, კარგი. ან მიდიოდა არაპროდუქტიულად, კომფორტულად და ბედნიერად. როგორი არის კომფორტულად? აი მაგალითად სოციალიზაცია, საყვარელი საქმის კეთება, ჰობი და ასე შემდეგ. დღეს ძალიან ბევრი რამ არის, რაც გვაძლევს ჩვენ საშუალებას მივიღოთ კომფორტი და სიამოვნება. თუმცა ყოველდღიურად თვე იცი რომ რომელი დღის დასასრული როგორი იქნება და როგორ გამოგადგება ეს შენ საბოლოოდ. რა არის ფასი არაკომფორტული თუმცა პროდუქტიული დღის და რა არის ფასი კომფორტული დღის თუმცა არაპროდუქტიულის. რაც შეეხება აი დიდ მიზნებს შენ წეგან ახსენე თუ აბარებ გამოსცეს მაგრამ ვერაფერს ვერ გძნობ. ეს ალბათ პიროვნებაზე არის სპეციფიკურად დამოკიდებული. მე ვფიქრობ რომ ჩემ შემთხვევაში მე თვითონ ვერ გძნობდი ამ სიამოვნებას ყოველი ნაბიჯის შემდგომ, იმიტომ რომ მქონდა ხან გრძლივი, ასე ვთქვათ, შორს მყოფი მიზანი, მხოლოდ და მხოლოდ დასახული და ეს არ მქონდა ჩაშლილი მცირე ნაბიჯებად, რამაც საბოლოო ჯამში გაართულა ეს გზა. თუმცა ალბათ არსებობენ ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც აქვთ უნარი, რომ ეს long term გეგმები ჩაშალონ, მცირე დროის მონაკვეთების მიღწევად გეგმებად და უფრო კომფორტულად გაატარონ ეს თავგადასავალი. რაც არ უნდა ჩაშალო, ის ხომ ძალიან შორს არის. ხომ? აქ ხომ მოქმედებს ამ long term gratification-ის კონცეპტი. ძალიან შორს არის. შენ ფიზიკურად მას ვერ ეხები ყოველდღიურად. ეს არის რაღაც იდეა, რომელსაც შენ ისახავ შენს თავში, ჯერ წარმოიდგენ, ხომ? ცხადია ყველაფერს. მერე გადმოიტან ამ სამ განზომილებაში, მაგრამ რაც არ უნდა დაყო, მე მგონია რომ მეტნაკლებად ყველა ერთნაირ მდგომარეობაში ვიყავით. ემოციურად ან ხასიათის მხრივ, იმიტომ რომ ძალიან შორს არის და უბრალოდ ის რომ ძალიან შორს არის. სულ რომ არ ქონდეს ეჭვები, იმდენად შორს არის რომ ეს ქმნის ამ დისკომფორტს, მაგრამ მე რა მქონდა შემჩნეული რომ ამას უბრალოდ ეჩვევი და ტრიალებ შენს ამ 4 კედელში და რაღაც პერიმეტრზე და ეს ხდება ახალი რეალობა. ხტები? ნელ-ნელა უნდა მიეჩვიო როგორც ჩანს აი ამ ახალ რეალობას, რომელიც გულისხმობს შეზღუდული რაოდენობით თქვათ, გარეთ გასვლას, სოციალიზაციას, ან სხვადასხვა წყაროებით ამ დოპამინის მიღებას, ხომ? შეიძლება საკვების რაციონიც კი იყოს შესაძლებელი და იყოს საჭირო უფრო ჯანსაღყვებაზე გადასვლა და შეიძლება მაგით რაღაც დრო ნაკლები სიამოვნების მიღება, რათა გქონდეს უკეთესი აკადემიური შედეგი, ხომ? მოკლედ აი კი, ამბერტულად არის საქმე. უნდა ეწყო. ხო, ჩვენ აქვს საუბრობთ ხვალინდელ დღეზე, რომელიც რეალურად არ არსებობს. ჯერ ეს ხვალინდელი დღე არის გრძელდება 3 წელი და ხან უფრო მეტიც. ხან უფრო მეტიც. შესაბამისად, ვერ იქნები 100% დარწმუნებული თუ რაზე გახვალ საბოლოო ჯამში, მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ არსებობს უკვე კარგად გამოცდილი გეგმა, რეცეპტი, რომელიც გამოიყენეს სხვა ადამიანებმა და წარმატებით დაამთავრეს ეს გზა. ჩვენ შემთხვევაში ეს არის სტაბილურობა, მეცადინეობა და დისციპლინა ალბათ. თავარი ეგ მაგაზეც თუ მოვასწრებთ ვისაუბროთ ამ განსხვავებაზე, мотиваციისა და დისციპლინის იმისთვის რომ შეგაძლებინოს ეს გაიარო, ხომ? ჩვენ კი გვაქვს აქ სადღაც 14 კითხვამდე, მაგრამ მე დროდადრო მიჩნდება სულ სხვა კითხვები, რომელიც არ წერია და შეიძლება ავცდეთ კიდეც სრულად მეტნაკლებ ჩვენს ესეთ გეგმას, მაგრამ მე ესეთი კითხვა გამიჩნდა. შენ ახსენე რომ არის ერთი და იგივე, არის შორს, არის გარკვეული ეჭვები, ხომ? მაგრამ შენ ყველაფერს ძალიან გათვითცნობიერებულად იაზრებ და ცხოვრობ, ხომ? ეს თითქოს გამოღვიძებულად, რომ ეს ესე არის და ეს არის ნორმალური და ამის მერე ის და ამის მერე ეს.
ეს გრძელდება დიდხანს, ხომ? არის ერთნაირი რაღაცები. ნაცრისფერი რუტინას ვეძახი ამას. ამის პირობებში არსებობს კარგი დღე, როდესაც შენ დღის ბოლოს სიტყვი რომ კარგი დღე იყო, მე ვარ კმაყოფილი. როგორ აღწერდი ეგეც დღეს, იმიტომ რომ ჩვენ ყველას ქონია ეგ გვაქვს და ან მაგაში ვტრიალებთ. ხო, ну, კარგი დღე ალბათ როდესაც მთლიანად კმაყოფილი იყავი დღით, იშვიათი იყო, იმიტომ რომ მიზნები საკმაოდ დიდი მქონდა. მინდოდა რომ მცირე დროში გამომდინარე იქიდან რომ მეოთხე კურსზე დავიწყე, მზადება დროში ასე შეზღუდული ვიყავი. თუმცა კარგ დღეს ჩავთვლით ისეთ დღეს, როდესაც დასხული მიზანი თავიდან მომენტში შევასრულე იმ დღეს, ეს მოიცავდა თუნდაც შროდის კალკულატორით ბლოკს, ანკი კარდებს, ლიტერატურის წაკითხვას და ამავდროულად მქონდა თუნდაც ადამიანური სოციალური ურთიერთობა ახლო ადამიანებთან. ალბათ ეს შეეცლებოდა ყველაზე კარგი დღე. ალბათ ყველაზე პროდუქტიული დღე იყო, ყველაზე კარგი დღე და არა ყველაზე კომფორტული და სასიამოვნო. გეთანხმები, აბსოლუტურად. ამაში, როდესაც ეგეთი კარგი დღე მთავრდებოდა, შეგეძლო ფიზიკურად, უბრალოდ ჰორმონალურ დონეზე გეგრძნო, რომ კარგი დღე იყო, თუ შეიძლება ისეთი გამოფიტული ყოფილიყავი, რომ ობიექტურად შენ შენ გესმის გათვითცნობიერებლად არსებობ, ხომ შენ გესმის რომ ყველაფერი რიგზეა, რომ ეს იყო კარგი დღე, მაგრამ მე ამას ვერ გრძნობ. ამაზე რა სიტყვი? კი, ნამდვილად ეგრე იყო, იმიტომ რომ რაც უნდა კარგი დღე ყოფილიყო, წინ უფრო და უფრო დიდი გამოწვევები იყო. და უფრო ამ გამოწვევებზე ვფიქრობდი, უფრო და უფრო ხვალინდელ დღეზე და არა იმაზე აქამდე რა გამეკეთებინა და დღეს რა გავაკეთე. თუმცა ეს მოტივაციას მაძლევდა რომ შემდეგი დღეც ისევე კარგად წამეყვანა როგორც იყო ის კონკრეტული დღე. მოტივაციის წყარო ხდებოდა, ასე ვთქვათ. მოტივაციის წყარო ხდებოდა. ოკეი, ესეთი რამ გამახსენდა ჩემმა ერთ-ერთმა მენტორმა მითხრა ლათინურად ცხადია ვერ გავიგე მე გადმომითარგმნა ის რაღაც მითხრა გუდა გავად ლაპიდემ და თარგმანი არის ასეთი წვეთი ხრեց ქვას ხომ და ჩემს სტუდენტებს და ახალგაზრდებს ამას ვეუბნები ხოლმე და იმას უყვები რომ ჩემმა მენტორმა მითხრა ჩვენ საუბრობდით ბავშვთა გულის ქირურგიაზე მის ტრეინინგზე სირთულეებზე და იმაზე თუ როგორ არის შესაძლებელი რომ მე მაგალითად როგორც ახალგაზრდა ქირურგს დამემკვიდრა ადგილი ამ სივრცეში ხო ჩემს დარგში მაგაზე მითხრა ეგ და როდესაც ჩვენ მეცადინეობთ ეს პრინციპი წვეთი ხრեց ქვას მე ვფიქრობ რომ აბსოლუტურად ერგება ყველა საქმეს რომელიც გულისხმობს ყოველ დღე დღიდან დღემდე არც თუ ისე საინტერესო რაღაცების კეთებას ხომ? იმიტომ რომ შეიძლება თავიდან ერთი კვირა გესიამოვნოს მეცადინეობა, მაგრამ როდესაც შენ მეცადინეობს 3 წლის განმავლობაში ყოველ დღე პლუს უნივერსიტეტი, ქონდა ცოტა მოუარო შენს ცხოვრებას, ვარჯიში და ბევრი რაღაც ხომ შენ ხომ არ გაქვს მარტო USML-ი მოსამზადებელი. შენ გაქვს უამრავი სხვა რამ შეიძლება რაღაც პასუხისმგებლობები, ხომ? მაგ დროს სიამოვნების მომტანი ჩემთვის მაგალითად არ იყო. არც ერთი დღე. არ ვიცი თუ ვინმესთვის იყო სიამოვნების მომტანი ძალიან კარგია და მან ბედნიერება ჩემთვის არ იყო ხომ ჩემთვის იყო ზუსტადაც ეს წვეთი ხრեց ქვას შენ ყოველ დღე დგები და აკეთებ ერთსა და იმავეს კითხვების დასმის გარეშე და ნული მოლოდინით იცი ის ნული მოლოდინით იმის რომ დღის ბოლოს მე მექნება ამაღლებული და ესეთი რაღაცნაირი მდგომარეობა რომ მე ვიქნები მაგარ ხასიათზე საღამოს მე ვიცი რომ 10 12 8 საათიანი სამეცადინო დღის შემდეგ მე არ მექნება არც ერთი ემოცია იმიტომ რომ ასე მგონია ყველა ჩემი ნეიროტრანსმიტერი მაქვს დახარჯული აღარ მაქვს მე არც მიხარია არც ვარ მოწყენილი მე just ვარ ნორმალურად ხომ მე მიღებული ასეთი სასურველი მდგომარეობაც არის რამდენადაც მესმის ბუდიზმში არ ზემოთ არც ქვემოთ
just normალურად. Okay, და მივხვდი რომ ეყოფილა ალბათ ყველაზე პროდუქტიული დღეები. ანუ არც არის საჭირო რომ მე დღის ბოლოს ვგრძნობდე რაღაცა ამაღლებულ ხასიათს და ანუ ეგრე არ არის. შენ ხარჯავ მთელ შენს ნეიროტრანსმიტერს და გამოცლილი ხარ. არც ვდათ ხარ არც კარგად, just fine. წვეთი ხრեց ხვას. ზუსტად ეს არის ყოველ დღე, მაგრამ ეს წვეთი ხრեց ხვას მეცადინეობაში უფრო უსიამოვნოა. ჩემის აზრით, იმიტომ რომ შენ ხარ უფრო იზოლირებული ხალხისგან, ხომ? ადამიანს ჭირდება სოციუმი. შენ ნაკლებს მოძრაობ, ხომ? ზიხარ ესე ეკრანთან და ნაკლები ფიზიკური აქტივობა ყველაფერი საერთო ჯამში ართულებს ხომ პროცესს. მე მაქვს ახლა შემდეგი კითხვა. რა შეიძლება შენ დაასახელო ისეთი რაღაცები, რაც შენ გმატებდა ძალას და გეხმარებოდა აი ამ ყოველდღიურ ერთნაირ ერთფეროვან სივრცეში, ხომ? არ დაგეკარგა თითქოს საბოლოო მიზანი და დღიდან დღემდე არ დაგეგდო შენი პროდუქტიულობა და აი ესეთი რაც შეიძლება მაღალი ქონდა ეს მარგქმედების კოეფიციენტი, რა გაძლებინებდა? რამოდენიმე ფაქტორს გამოყოფდი ალბათ პირველ რიგში ამ გზაზე ძალიან ბევრი სახის დახმარება არის საჭირო. რჩევა, მიმართულების მიცემა, ნავიგაცია, კრიტიკა. რაც უნდა მიიღო და გაითვალისწინო. და გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ბევრი ადამიანი ემზადება ამ გზისთვის, შენ იცნობ უამრავ ადამიანს სხვადასხვა ეტაპზე იღებ მათგან რჩევებს, ფიდბექს. ხვდები რომ არ ხარ მარტო და რომ იგივე გზის გავლის შემდგომ ადამიანებმა წარმატებას მიაღწიეს. ეს რაღაცნაირად ამ ყველაფერს რეალურს ხდის იმ ხვალინდელ დღეს, რომელიც არ არსებობს და რომელიც სამ წელში მოვა, თითქოს და რეალური და ხელშესახებია. ეს მნიშვნელოვანია ალბათ რომ мотиваცია გქონდეს აკეთო ის რისთვისაც იბრძვი. გარდა ამისა ალბათ თავდაცვის მექანიზმი და საკომპენსაციო მექანიზმები როგორიც არის ვარჯიში. სამწუხაროდ ვარჯიში იყო ჩემთვის ერთადერთი ესეთი მექანიზმი იმ მომენტისათვის, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, ამ ხელა გამოწვევა ცხოვრებაში არასდროს არ მქონია მანამდე და არც ის ვიცოდი გვერდითი ეფექტები რა იყო და მას როგორ გამკლავებოდი. არ იყო ეს ჩემთვის აქტუალური, ასე ვთქვათ. თუმცა ვარჯიში დამეხმარა რომ მაინც შემენარჩუნებინა სტაბილურობა და ბალანსი. როგორც შენახსენე, აქ უკვე мотиваცია აღარ წყვეტს საბოლოო შედეგს, აქ წყვეტს დისციპლინა და როგორც აღნიშნე, ყოველდღიურობა, საშუალო არითმეტიკული შეგვიძლია ეგრეთ დავარქვათ, რამდენს მეცადინეობდი. რეალურად ეგ წყვეტს თუ მაგალითად 7 და 8 საათს მეცადინეობ ყოველ დღე, კარგი ხარისხით. რეალურად ეს დღეები წყვეტს შენს საბოლოო შედეგს და არა მაგალითად 10 და 12 საათი ამაღლებული ხასიათი, ან პირიქით 4 და 1 საათი, ან საერთოდ როდესაც არ მეცადინეობ. ამიტომ სწორედ ეგეთ დღეებს შორისაც ვერ ახერხებ უბრალოდ გარემო არ გაწყობს მაგის საშუალებას რომ იმეცადინო, უნდა იცოდე რომ ეგ დღე არ წყვეტს შენს საბოლოო შედეგს, წყვეტს ის 7-8 საათი სტანდარტი. წყვეტს ის 7-8 საათი, რაც არის გეთანხმების სტანდარტი. კი ბატონო. მე ესეთი თანდათან მიჩნდება ზოგი კითხვა, რაც ჩვენ არ გვაქვს ჩანიშნული. მაინტერესებს ამ პროცესის განმავლობაში რა სხვა მიდგომებს შეიძლება გაეცანი, რაც დაგეხმარებოდა უფრო შეგენარჩუნებინა მაღალი მარგქმედების კოეფიციენტი. შენ ახსენე ვარჯიში, ხომ? მე გამიშთა კითხვა, რას შეიძლება მიაგენი სხვა რაღაცებს? ხო, ნუ დროთა განმავლობაში აცნობიერებ, რომ ჯობია ქონდეს ერთი დიდი მიზანი, მაგრამ ეს მიზანი ჩაშალო მცირე ეტაპებად და ყოველი ეტაპის შემდგომ იგრძნო რომ შეძელი გაიხსენო გავლილი დრო, დააფასო შენი შრომა და მოიმზადო შემდეგი გამოწვევისთვის, რომელიც საბოლოო ჯამში მიგიყვანს დანიშნულების ადგილამდე. გარდა მაგისა, არსებობს მედიტაცია, რომელზეც შენ გაცილებით უფრო მეტი ცოდნა და გამოცდილება გაქვს და ჩემი აზრით ძალიან რელევანტური იქნება და აქტუალური სტუდენტებისთვის, თუ შენ ამას გაუზიარებ მათ. ასევე ბალანსი ვიტყოდი რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს გამომდინარე იქიდან რომ მე არ ვიცოდი რა იყო ამ ბალანსის მნიშვნელობა, ჰარმონიული ცხოვრების მნიშვნელობა, აღმოჩნდი სრულ იზოლაციაში, რასაც თავისი გვერდითი ეფექტები აქვს.
იმიტომ რომ იზოლაციაში ერთ-ერთი რაც უჩინარდება ხარ რეალურად შენ, გარემო კი ისევ აგრძელებს განვითარებას. ისევ ჰექტიკურია, ისევ მრავალფეროვანი და მშვენიერია, მაგრამ ხანდახან ეს გარემოს ცვლილებაც იმდენად დიდია, რომ შეიძლება შეეხოს ძირეულ ადამიანურ საფუძვლებს და შეიძლება ერთი დღით ან შეიძლება ერთი კვირით მოგწყვიტოს ამ ყველაფერს. თუმცა სწორედ ამ მომენტში უნდა გახსოვდეს, რომ აი იმ ადამიანებს ვინც წარმატებას მიაღწიეს და ეს ყველაფერი დაამთავრეს მეჩინგით, სწორედ იქ გადიოდა, სწორედ მათაც შეიძლება გქონოდათ მსგავსი პრობლემები და გამოწვევები, მაგრამ წარმატებასა და წარუმატებლობას შორის ალბათ ზღვარი გადიოდა ამ პრობლემათან გამკლავებაზე, ან თუ რაღაც პერმანენტული პრობლემაა მასთან ერთად თანაცხოვრებაზე. მასთან ერთად თანაცხოვრება შეიძლება იყოს რთული. იმიტომ რომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ამ ყველაფერზე, თითქოს წარმოვიდგენთ რაღაც სასათბურე პირობებს, რომელშიც შენ ესე შეიძლება ერთსა და იმავე რაღაცებს აკეთებ და აღარ გსიამოვნეს, მაგრამ არც რაღაცა გიშლის ხელს. ამაზე არ გვისაუბრია და არც იქით კითხვა არ გვაქვს ჩანიშნული, რომ აქ არ ვიცი რა რჩევა შეიძლება გავცეთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ყველას ამ ხანგრძლივი დროის განმავლობაში გქონდა რამე რთული პრობლემა, რაღაც სირთულე, რომელიც უნდა გადაგეჭრა ამ ყოველდღიურობასთან ერთად. და ეს აგდებს შენ მარგი ქმედების კოეფიციენტს, მაგრამ რაღაცნაირად უნდა დააკომპენსირო. შეიძლება მეტი საათი მეცადინო, მაგრამ ნაკლებად ხარისხიანი გამოვა, მაგრამ ჯამურად გამოგივა და არ არის მარტივი. რთულია. თუ პერმანენტული არის პრობლემა, მით უმეტეს უფრო რთულია, მაგრამ ალბათ ეს არის ასევე ერთ-ერთი როგორ თქვა, არ ვიცი, ზღვარი გამოსვლასა და არ გამოსვლას შორის. მიუხედავად ყველაფრის, უნდა გააკეთო. ხომ? ნებისმიერ საქმეში იქნება ასე. უნდა გააკეთო და მორჩა. აი, ასე severely უნდა გააკეთო და მორჩა. როგორ ფიქრობ? ოდესმე თუ გეგონა, რომ გაქვს გარკვეული ლიმიტები და ახლა რას ვფიქრობ მაგასთან დაკავშირებით. ეს შენი მსოფლიო მხედველობა მაინტერესებს, მოდი ვთქვათ, ბოლო 10 წლის განმავლობაში როგორ იცვლება ეს? ძალიან კარგი კითხვა, ალბათ რადიკალურად ესე ამ გზამში შეცვალა, იმიტომ რომ როგორც აღნიშნე, მესამე კურსამდე ჩემ ცხოვრებაში არ იყო რაღაც დიდი გამოწვევები. იყო მცირე გამოწვევები, რომელსაც მარტივად უმკლავდებოდი. და აი ამ გზაზე შეჭიდებამდე ვფიქრობდი, რომ რაღაც ცხოვრებაში შეიძლება გამოსულიყო, რაღაც ცხოვრებაში შეიძლება არ გამოსულიყო, რაღაცა შევძლებდი, რაღაცას კი ვერ შევძლებდი. ეხლა დღევანდელი პერსპექტივიდან მგონია, რომ რაც რა უნდა დიდი გამოწვევა მქონდეს პროფესიულ გზაზე, გავართმევ თავს. აქ საუბარი არის დროზე, რასაც მოითხოვს, ის კონკრეტული მიზანი, რასაც დავისახავ და იმაზე თუ რისი გაცემა გიწევს შენ ამ მიზნის მისაღწევად. აქ უკვე კითხვა არ არის შევძლებ თუ არა. ვიცი რომ შევძლებ, უბრალოდ რა არის ამისთვის საჭირო. ასე ვსვამ საკითხს. უბრალოდ რა არის მაგისთვის საჭირო? რადგან საუბრობთ მაგაზე, ეგეთ საკითხზე, თითქოს და ტრანსფორმაციის საკითხი არის, ხომ? როგორ ფიქრობ ამ პროცესმა? არ მხოლოდ შეგიძლია აიღო ჯამურად შენთვის მედიცინის სწავლა პლუს USML-ი ან ცალკე, ჯამურად როგორ იმოქმედა შენზე როგორც პიროვნებაზე, აი რა ეფექტი და რა შედეგები არის თუ შენ თავს დაანებებ, რაც უკვე პრინციპში შენ ნაწილობრივ უპასუხე ამ კითხვას, მაგრამ თუ დაივიწყებ სტეპის სკოლას, რეზიდენტურას, მედიცინას, აი ეს მონოტონურობა ყოველ დღე ერთი და იგივე, ხომ? და პლუს გამკლავება იმ მოვლენების, რაც ხდება შენს ირგვლივ და უნდა შეინარჩუნო მარგი ქმედების კოეფიციენტი. როგორ მოქმედებს ადამიანზე? ნამდვილად ეგრეა. აქ საუბარი არის მხოლოდ იმ დიდ ინფორმაციაზე, რომელიც უნდა აითვისო. შეინახო ჯერ ხანმოკლე მეხსიერებაში, შემდეგ დაიტანო ხანგრძლივ მეხსიერებაში. აქ საუბარი არის იმაზე, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ ხანს გრძელდება. და ამის პარალელურად ცხოვრება წინ მიდის. ჩნდება ყოფითი ცხოვრების პრობლემები, სხვა გვერდითი მოვლენები, რაც ახლავს დიდ მიზნებს. შენ კი ამ ყველაფერს უნდა გავამკლავდე და ბუნებრივია, რომ პიროვნული მეტამორფოზი ამ გზის ნაწილია. და დარწმუნებული ვარ, რომ მეტნაკლებად ყველა ადამიანმა, რომელსაც ეს გაიარა, განიცადა გარკვეული მეტამორფოზი. აი, ჩემ შემთხვევაში, რასაც ყველაზე თვალნათლად ხედავ, ეს იყო მაგალითად დისციპლინის ჩამოყალიბება, გაუმჯობესება. ეს იყო ისწავლო უარის თქმა. უარის თქმა. კი ბატონო.
ხო, ძირითადად ეგ ერთ-ერთი ყველაზე ფაქტორები ხო. უსიამოვნოა და რთული. ალბათ უფრო ჩვენნაირი წყობის ქვეყნები, სადაც პრაქტიკულად ყველას ყავს ბევრი მეგობარი, აქვს მზიანი ამინდები და უფრო გეძახის, ხო? თითქოს ცხოვრება, ხო? და ეს არის ჯადოსნური, ეს არის გადასარევი და ალბათ ამ ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ნაწილი, ხომ, რომ გიხმობს და გეუბნება, რომ რა გინდა მაგ ოთახში, რა გინდა. ჩვენ ანუ აქ ხდება რაღაც. აქ არის სიყვარული და მან არის მაგრამ ჩვენ ყველამ ალბათ ვიპოვეთ რაღაც მიზეზი. დისციპლინაზე ჩვენ არ გველაპარაკია და ერთს დავამატებდი რომ ალბათ мотиваცია გაწყებინებს ხომ საქმეს მაგრამ ის მალევე შეიძლება გაქარწყალდეს მალევე ხომ და შენ უნდა გქონდეს გარკვეული მიზეზი რომელიც იქნება ყოველდღიური დისციპლინის საფუძველი ხომ და ალბათ ჩვენ ყველასთვის ეს მიზეზი არის ერთი რომ უბრალოდ იყო კარგი ექიმი და არავნო ხომ აი მე ვფიქრობ რომ ასე მარტივად შეიძლება ფორმულირება რამ უნდა მაიძულოს მე ან შენ ან ათასობით და 10,000-ობით და შეიძლება მილიონობით არ ვიცი ადამიანს რომ ასე პრაქტიკულად მოწყდე მოვლენებს ხომ კარგ მოვლენებს და შეიძლება ითქვას რომ ერთის ხრივ გამოიკეტოს ახში კი გადიხარ გამოდიხარ მაგრამ იცი რომ ცხოვრება მიდის შენიც მიდის მაგრამ შენ გაქვს გარკვეული მიზეზი რომელიც ხდება ამ დისციპლინის საფუძველი სხვა მხრივ მე არ წარმომიდგენია როგორ შეიძლება დღიდან დღემდე ამდენი ხანი მე გაატაროს წიგნთან მონიტორთან და რაღაცა დიდი უნდა იყოს საფუძვლად. ჩემთვის ამას დიდი არ არსებობდა. კი, დაგეთანხმები. მიზეზი და იდეა მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნო ალბათ დისციპლინას მათ შორის. აქ мотиваციაზე საუბარი აღარ არის. мотиваცია შეიძლება გაგიჩნდეს ალბათ გამოსის წინა დღეს, რომ იქ პერფორმანსი კარგი იქონდეს. თუმცა мотиваცია ხანგრძლივ პერსპექტივაში ფუჭია. ვიტყოდი, რომ მეტამორფოზთან ყველაფერი ძალიან რელევანტურია. თუმცა აქაც ალბათ საზღვრები უნდა დაიცვა და ნორმები. იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში მაგალითად ვერ დავიცავი, ხო? ვერ დაიცავი. საკითხი მქონდა ესე დაყენებული, ან გამოვა. მგონი ვერავინ ვერ დავიცავი, იცი? მგონი ვერ. ხო, ალბათ საერთო გვაქვს ეგ, რომ ეგრე ვაყენებდით საკითხს, რომ ან გამოვა, დავიქნებით ის, რაზეც ვოცნებობთ, ან არ გამოვა და არ გამოვა. და როგორ ფიქრობ, აუცილებელია ასე ხო არსებობს შუალედი? თუ არ არსებობს ამ საქმისთვის? თუ კითხვას დავუსვამთ მაგალითად რომ გაამართლა თუ არა ამიდგომამ ვიტყვი რომ გაამართლა ხო თუ კითხვა არის ღირდა თუ არა და ალბათ შეიძლება თუ არა სხვა გზით მიღწეულიყო ეს ყველაფერი ვიტყოდი რომ ალბათ კი იმიტომ რომ უპირველეს ყოვლისა აი ეს იზოლირება თავის მხრივ ძალიან პრობლემებს ქმნის რომელიც აისახება შემდეგ მენტალურ ჯანმრთელობაზე და რეალურად ხელს გიშლის მიზნის მიღწევაში და მეორე რომ ეს უბრალოდ ერთ-ერთი გზაა იმ ბევრი სხვა გზებს შორის რომელიც მეგიყვან შენ საბოლოო დანიშნულებამდე თუ შენი მიზანი არის რომ იყო საკუთარი საქმის პროფესიონალი არ აქვს ამას მნიშვნელობა რა გზით გააკეთებ არსებობს უამრავი გზა აბსოლუტურად სწორია არ არის ერთი ქვეყანა ერთი სარეზიდენტური პროგრამა ზოგადად დედამიწა მრგვალია და უამრავი ადამიანი გაიწრთნა სხვადასხვა ქვეყნებში კი ხომ? როდესაც ახსენებ იზოლაციას, ეს ხომ რეალურად არ იყო იზოლაცია. შენ ყოველდღე დგები, იცვა მიდიხარ უნივერსიტეტში, მოდიხარ, ხალხთან ურთიერთობ, ვაკეთებ რაღაცას, ხორბ ოჯახთან ერთად, ხომ? მაგრამ საინტერესო არის ის, რომ მაინც გიტოვებს შეგრძნებას იზოლაციის, ხომ? იდეაში არ ხარ იზოლირებული. ხო, ალბათ აქ ბალანსია უკვე საუბარი. ალბათ ადამიანებს გვაქვს გამოყოფილი გარკვეული დრო, რომელიც უნდა გავატაროთ და ხარისხი, რომელიც უნდა გავატაროთ ალბათ ოჯახთან ერთად, ან მეგობრებთან ერთად. თუ დროში ან ხარისხში ეს არ იმთხვევა, ალბათ მაშინ იწყება ეგ შეგრძნებები. გეთანხმები სრულად, იმიტომ რომ იზოლირებული არ ხარ, ერთ სივრცეში ხართ, ერთ სახლში ცხოვრობთ სიტყვაზე, მაგრამ ეგ არის პრობლემა, მე არ ვიცი,
როგორ შეიძლება ამის ალბათ ამას ვერ გააქრობ. ალბათ იაზრებ ესე, როდესაც გააზრებულად არსებობდა ცხოვრება, ამასაც იაზრებ და მოუნახავ რაღაც ადეკვატურ ახსნა განმარტებას, რომ ეს პერიოდი ცხოვრების მიმდინარეობს ასე, იმიტომ რომ მე მაქვს შესასრულებელი ასეთი საქმე და მე თავად დავაკისრე ჩემ თავს ასეთი პასუხისმგებლობა და არ ვიცი, მე ყოველთვის ხელმძღვანელობ ასევე ერთ-ერთი მენტორის ბავშვთა გულის ქირურგიაში, რომელმაც მითხრა, რომ ასე მითხრა, ედვარდ, ამ საქმეში მიუღებელია საუკეთესოზე ნაკლები შედეგი. ჩვენ საუბრობდით ბავშვთა გულის ქირურგიაზე, მაგრამ ეს ეხება მთელს მედიცინას. ჩვენ უბრალოდ მაგ მომენტში საუბრობდით, ხო, ამაზე. და ეს მაქვს გონებაში ისე მკაფიოდ ჩაბეჭდილივით ხდები, ანუ სხვა ვარიანტი არ არსებობს და იდეაში ხო არც უნდა არსებობდეს და თუ არსებობს მიუღებელია და ესეც ხდის, ანუ დისციპლინისთვის მე ჩემთვის მაქვს დროსთან ერთად შეიქმნა გარკვეული სისტემა რაღაცების, რასაც შეეძლო დამაკავოს ასეთ 4 კედელში და მაკეთებინოს საქმე. ან მე სხვა 4 კედელში, ანუ ოთახიდან ოთახში მოძრაობ. ალბათ უნდა რაღაცები კონდეს რაღაც პარადიგმები გაწერილი უკვე ქვეცნობიერ დონეზე არიან ესენი, რომ სხვანაირი ვარიანტი ან მიუღებელია, ხო? კი, იმ მომენტში როდესაც აცნობიერებ, რომ რაღაც ეტაპზე იმყოფები და ეს შენი ეტაპი არის მაგალითად საწყისი, ტანკი მასალა, უკვე წარმოგიდგენია როგორი ფიგურა იქნება მომავალში და აკეთებ ყველაფერს, რომ ეს ფიგურა რეალურად გამოძერწო, ყველაფერი შენ ხელში. და აკეთებ ყველაფერს, რომ გამოძერწო და პროცესიც ისეთია. არასასიამოვნო. ხო, მაგრამ სხვა მე რეცეპტი არ მაქვს ახალგაზრდებისთვის. იმიტომ რომ არ არსებობს. ჩვენ რომ ვიყოთ სხვა რომელიმე პროფესიაში, ჩვენ ალბათ შეგვეძლებოდა რაღაც მოვიფიქროთ, სადღაც რაღაცას დავაკლოთ, სადღაც მოვაკლოთ, მაგრამ ამაში მე სამწუხაროდ არ ვიცი, რაც შემეძლია მოვაკლო მითხარი. ალბათ არაფერს, ხო? შენ შეეხე mental health, ხო? რამე რჩევები. თუ გინდა ნელ-ნელა გადავინაცვლოთ ასეთ რჩევის გაცემას, რასაც ლაპარაკობ, ყველაფერი რჩევა, მაგრამ ესე პოინტებაც რომ იყოს ზუსტად, რა რჩევა შეიძლება შენ გქონდეს ამ ცხოვრების ეტაპზე, ამ გამოცდილებით ახალგაზრდებისთვის, რომ მათი მენტალური მდგომარეობა ამ სწავლის პროცესში მეტნაკლებად იყოს ჯანსაღი. ხო, რამოდენიმე რაღაცას ურჩევდი, ალბათ პირველი არ დაივიწყონ, რომ მიზანდასახულობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ხელჩასაჭიდი რამ ამ პროცესში. ურჩევდი, რომ ისევ მენტალური მდგომარეობის გამო და არა მარტო გაიცნო რაც შეიძლება მეტი ადამიანი, ვინც იგივე გზას გადის, რადგან თავი მარტო არ იგრძნოდა თუ რაიმეთი შეუძლია ეს ადამიანები ხელში შეიწყობენ, ურჩევდი რომ თუ ამ გზის გავლის პარალელურად იქნება ახალი პრობლემები ამ გზის გარეთ, ფარგლებს გარეთ, აუცილებლად დაელაპარაკო მეგობრებს, იყვნენ უფრო სოციალურები, ну რაც შეიძლება, როგორც შეიძლება. რამდენადაც შეიძლება იყვნენ სოციალურები. ალბათ მენტალურ მხარეზე მხოლოდ ამას ვიტყოდი და ალბათ ფიზიკურ აქტივობას, რაც მე პირადად გამოვცადე, თუმცა არჩევანი რა თქმა უნდა გაცილებით უფრო დიდია. როგორც აღნიშნე, შენ უფრო დიდი გამოცდილება გაქვს ისეთ საკითხებთან, როგორიც არის არც ისე დიდი მედიტაციას თუ გულისხმობ, მაგრამ ეს საკმარისი იყო იცი რისთვის, რომ თითქოს გადამენაცვლა უფრო გაზრებული არსებობისაკენ. თუ შეიძლება ასეთი ფორმულირება. რაც ხდება, ხო? მაგალითად მე არ მსიამოვნებს ის ფაქტი, რომ მინდა ოჯახთან ერთად გავატარო მეტი დრო, მაგრამ და არიან თქვათ ოჯახის წევრები ხედენ და სადილობენ მაგალითად. მაგრამ მე უნდა გავიარო და წავიდე ჩემს ოთახში და იქ თან მივირთვა საჭმელი და ვაკეთო ანკი. რაც არაადეკვატური არის ერთის მხრივ, მაგრამ მაგას ვეძახით ხომ dead times. დრო. ჭამის დროს
ტრანსპორტირების დროს, რიგში დგომის დროს, ეს არის dead time-ი, დღეში სადღაც 2 საათი და ვიცით რომ ან კი მაგ დროს არის, ხო, ყველაზე პროდუქტიული, იმიტომ რომ პატარ-პატარა კონცენტრაცია არის საჭირო და ეს ღრმა ფოკუსი არ გჭირდება, ხო? მაგრამ მე ჩემს თავს უნდა ავუხსნა ეს. რომ ეს არის ნორმალური, რომ შემეძლოს ავუხსნა და მქონდეს თვითანალიზი კარგად გავითარებული, მე უნდა ვარსებობდე უფრო თითქოს გამოფხიზლებულ, გამოღვიძებულ, უფრო conscious stage-ში, ხო, მდგომარეობაში. ვფიქრობ, რომ მედიტაცია მან ძალიან გვეხმარება. აზრებს ამშვიდებს, ამიგდალას ამშვიდებს, სხვანაირი ხდება ბევრი რამ. როგორ ფიქრობ, მედიტაცია ერთ-ერთი გზაა, რომ ეს ყველაფერი უზრუნველყო თუ არსებობს სხვა გზებიც? მე ვფიქრობ, რომ არის კვლევა, რომ დღეში 12 წუთიანი მედიტაცია, რომელიც გულისხმობს უბრალოდ თვალების დახუჭვას და სუნთქვაზე ფიქრს, ჩავისუნთქე, გამოვისუნთქე, ხომ? აი ესეთი მარტივი ვარიანტი. ხომ? 12 წუთი დღეში ამცირებს ამიგდალის აქტივობას. ხომ? ანუ არსებობს გარკვეული კვლევები, არსებობს რაღაც მტკიცებულება, ხომ? რაღაცას უკვე ვეყრდნობით, ხომ? სიმშვიდეს და ესეთ უფრო conscious მდგომარეობაში ყოფნას მედიტაცია ძალიან ეხმარება. და ჩვენ ვიცით, რომ მედიტაცია ზრდის დოპამინის დონეს თავის ტვინში ხანგრძლივად. ხომ? ანუ ხანგრძლივი ხარისხიანი დოპამინის წყაროა. ჩვენ ვიცით, რომ კარდიო ვარჯიში ზრდის, რაზეც მე და შენ დღეს ვლაპარაკობდით, სანამ ვაკეთებდი კარდიოს. ზრდის ხარისხიანი დოპამინის დონეს ხანგრძლივად. ეს არის ჩიპ დოპამინი 5 წუთით. ეს არის ხარისხიანი დოპამინი. ხო, მაგალითად ვიცი რომ ვემხრობი ძალიან ცივი ხაპების მიღებას, ხომ, ესეთ გამყინვარების საკითხი. ეგეც ზრდის დოპამინს. და აი მაგალითად ჩემთვის არის კომბინაცია. მძიმე კარდიო 1 საათი, შემდეგ 9 საათი მედიტაცია, და ჯერ ხაპი, მე მედიტაცია, ვის როგორც მოსწონს და ნახე 3 სტაკინგი გავაკეთე, 3 ხარისხიანი დოპამინის წყარო, ხომ? პლუს ამას სუპლემენტები, რაზეც ყოველთვის ჩვენ საუბრობდით, ხომ? სწორი ნუტრიცია, ცხადზე არის სწორი ძილი და უკვე ჩვენ გვაქვს გარკვეული ფუნდამენტი, რომელსაც შეუძლია ამის ატანა. მე გამეორდები და ვიტყვი რომ ამის ატანა, თუ ჩემთვის იყო ატანა, ხვდები? მე დარწმუნებული ვარ რომ ყველასთვის, ვინც ძალიან მეგობრობდა აკადემიასთან და წიგნთან ღრმა ბავშვობიდან, რაც ჩემს ნამდვილად არ არის, ხომ? ჩვენ დავიწყეთ ეს ურთიერთობა 19-20 წლის ასაკში, სერიოზულად ისე, რომ მეცადინეობა არის მეცადინეობა და ფონზე მუსიკა არ უკრავს. ხომ? აი, რაც არის ნამდვილი მეცადინეობა, გახაზვებით და მთელი ამბებით, ხომ? რაც არ უნდა იყო მიჩვეული. მე ვფიქრობ, რომ მაინც ეს არის ატანის საკითხი. სტეპის საკითხი, ჩემის აზრით, არ არის ინტელექტუალურ ნაწილზე დაყრდნობილი თამაში. ეს არის ფსიქოლოგიური თამაში. გახვალ თუ არა და რომ გახვიდე, ჩვენ შეგვიძლია უფრო თითქოს ჭკვიანურად მოვიქცეთ, ხომ? რომ ჩვენი ეს ფუნდამენტი გავაძლიეროთ. ცნობილი მიდგომები. ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ. ჩვენ არაფერს არ ვიგონებთ. ეს რაღაც ფაქტების კონსტატაცია და პრაქტიკაში შემოტანა. მე ალბათ ეგ მეხმარებოდა, ხო? ჩემთვის კიდევ ერთხელ მევარდები ასატანი არის. ანუ უნდა აიტანო. ხო, სასიამოვნო არ არის. შემდეგი კითხვა და იქნება ცოტათი უფრო პოზიტიური საკითხები შემოვიდეს ჩვენი დღის წესრიგში. რა იყო წარმატების გასაღები შენი აზრით, რომ გამოყო რამოდენიმე მთავარი? რა არის შენი მთავარი წარმატების გასაღები ამ თელს თამაში? უბრალოდ ყოვლისა წარმატების მთავარ გასაღებად მაინც რჩება სტაბილური მესაიანეობა, დისციპლინა. ეს უფრო პრაქტიკული, ასე ვთქვათ, საკითხია. მაგრამ დისციპლინა. ჩვენს, ხო, დისციპლინა, მაგრამ ჩვენს, ასე ვთქვათ, პოდკასტის ჩარჩოში უფრო ჩაჯდებოდა ისეთი მიდგომები, როგორიც არის მარტივ ლოგიკაზე დაფუძნება ყოველი გამოწვევის. გაცნობიერება, რომ ყველაფერს აქვს ერთი წყალგამყოფი, ან მიდიხარ ერთი მიმართულებით, ან მეორე მიმართულებით და იცი როგორ
სად მიდის ეს გზები. შეეცადო რომ იყო ფიზიკურად აქტიური და ყავდეს ახლო ადამიანები გვერდით, ვინც საერთო გზაზე არიან. ჩემს შემთხვევაში ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი, იმყოფებოდნენ სხვადასხვა ეტაპზე, ზოგიერთი უფრო ზევით, ზოგიერთი უფრო ქვევით, მაგრამ თითოეული მათგანი მაძლევდა ისეთ რჩევას, რადგან მაგალითად არ მქონდა არასდროს ნაფიქრი. სწორედ ეს ადამიანები ქმნიან საერთო ეფექტს. არ მგონია რომ რაიმე დიდი მიზანი იყოს ინდივიდუალური, მხოლოდ და მხოლოდ ინდივიდუალური შედეგი, ინდივიდუალური შრომის შედეგი. მათ შორის ამერიკის რეზიდენტურაში მოხვედრა ეს კი დიდწილად არის დამოკიდებული ნაცრისფერ დღეებზე, ბევრი შრომაზე და არასასიამოვნო დღეებზე, ანუ პიროვნულ ფაქტორებზე, თუმცა ვფიქრობ, რომ საერთო ეფექტი არის მთავარი გასაღები ამ გზაზე წარმატებით დასრულებისთვის. გეთანხმები აბსოლუტურად და გამიჩნდა ასეთი კითხვა, რომ შენ ახსენე ადამიანები, ხო? ადამიანების ფაქტორი ამ შენს დიდ თამაში. და მინდა რომ შენი პასუხი იყოს თითქოს და რჩევა ახალგაზრდებისთვის, ვინც ამას მოისმენენ, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვაქვს ისეთი დეფიციტი ახალგაზრდებში, იმის რომ მათ შეუძლიათ მიმართონ ნებისმიერ უცხო ადამიანს და თხოვონ დახმარება. კი არ მოითხოვონ, თხოვონ დახმარება. ხომ? ეს ეყრდნობა ბევრ რაღაცას, ბევრ ფაქტორს, რაზეც ალბათ დღეს არ ვისაუბრებთ, მაგრამ ასეთი მდგომარეობა გვაქვს. შეგიძლია მოიყვანო მაგალითი, რომელიმე, სადაც შენ მიწერე სრულად უცხო ადამიანებს შენი ამ პროცესის დროს, ალბათ უფრო როდესაც ეძებდი observership-ებს ან მოდიოდი რაღაცას რო აკეთებდი და როგორი იყო მათი პასუხი. ხო, ნუ ეს მთელი პერიოდი იყო ახალი ურთიერთობების დაწყება უცნობ ადამიანებთან. გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ პროგრამაზე ვიყავი, USML არის თუ ხშირი პრაქტიკა იყო ქართულ რეალობაში და მე მომიწია შემეძინა მეგობრები სულ სხვა ასე ვთქვათ ნაწილიდან, კატეგორიიდან სამედიცინო სტუდენტებში, რომელსაც საერთოდ არც ვიცნობდი, არანაირი საერთო არ ჰქონდა, მიზანი საერთო არ ჰქონდა და უცებ ერთ დღეს შევიძინე საერთო მიზანი და ამის გამო გახდა აუცილებელი რომ დაკავშირებოდი ძალიან ბევრ ადამიანს. რაც შეეხება უშუალოდ observers, ძალიან ბევრი ადამიანისთვის მიწერია, მათ შორის ქართველებისთვის, უცხოელებისთვის და ძალიან ბევრი ქართველისგან მივიღია ძალიან პოზიტიური პასუხი. პოზიტიური პასუხი არ გულისხმობს აუცილებლად საკუთარი სურვილების და მიზნების ასრულებაში ხელის შეწყობას. პოზიტიური პასუხი გულისხმობს პასუხს უპირველეს ყოვლისა რჩევას, ახსნას მაგალითად თუ დახმარება არ შეეძლო, ყველა მეუბნებოდა რატო არ შეეძლო დახმარება, ყურადღებას იჩენდნენ და რითაც შეეძლო იმით მეხმარებოდნენ. თუმცა იყო ის შემთხვევები, როდესაც შეეძლო დახმარება და რა თქმა უნდა ისინი მაქსიმუმს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ეს ყველაფერი უფრო მარტივი გამხდარიყო. მიჩვენებდნენ შესაძლებლობებს და მეუბნებოდნენ როგორ უნდა გამოიყენებინათ ეს ყველაფერი. საბოლოო ჯამში იმდენად მნიშვნელოვანი იყო ეს დახმარება ჩემთვის, რომ უხერხულობის შეგრძნებას მიტოვებდა. რომ ეს ამდენი ადამიანი იყო ჩართული ჩემი მიზნის ასრულებისთვის. და მიშდებოდა შეკითხვა თუ რით შემეძლო მე რომ ეს ყველაფერი უკან დამებრუნებინა ამ ადამიანების ბუნებრივი შეგრძნება ალბათ ქმედების პრინციპით. და უმრავლესობა მათი ანუ ამ ადამიანების პასუხი იყო ის რომ მეც იგივე უნდა გამაკეთებინა მომავალი თაობისთვის. და ალბათ ეს ფაქტი რომ ამ იდეას იზიარებენ ეს ადამიანები ნათელი უნდა იყოს ჩვენი მსმენელისთვის რომ არასდროს არ უნდა დაიზარონ არ მოერიდოთ და თხოვონ მიწერონ და მოისმინონ რჩევები. იმ შემთხვევაში თუ შენ მიიღებდი უარს და ასე ჩვენ ვიცით რომ არაერთხელ იყო სადაც ნამდვილად ადამიანებს შეეძლოთ შენი ძალიან დიდი დახმარება ერთი წერილის მიწერით. როგორი იქნებოდა და როგორი იყო შენი რეაქცია მაგაზე. ესეც მნიშვნელოვანია რომ ვუთხრათ მსმენელს, როგორ რეაგირებ? აბსოლუტურად მისაღები იყო ეს პასუხი ჩემთვის, იმიტომ რომ ამ გზაზე ყველა სხვა ეტაპზე იმყოფება, ყველა სხვა გამოწვევა აქვს და არსებობს ადამიანები, რომელსაც შეუძლიათ კონკრეტულ მომენტში. მე დარწმუნებული რომ ყველა მათგანს თუ ექნებოდა ამის შესაძლებლობა რომ ხელი შეეწყო ამ პროცესის
პარალელურად ჩემთვის დარწმუნებული ვარ, რომ ამას გააკეთებენ. უბრალოდ ალბათ იყო ეგეთი მომენტი, როდესაც არ გამოვიდა ეს ასე. როგორც ყოფილა საჭირო. მე აზრამდე მინდა მივიდე რომ რაღაც კომენტარი გავაკეთო და თუ იყო იმის საშუალება რომ დაგხმარებოდა და არ დაგეხმარა, შენი რეაქცია როგორია და თუ მაინც ამის მერე განაგრძობ სხვებს, განაგრძობ ისევ ასე თქვა დახმარების ძიებას. კი, გასაგებია. ასეთ შემთხვევებს არ აქვს გავლენა ჩემს იდეოლოგიაზე. მე მკვეთრად მაქვს ჩამოყალიბებული აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა დიდი იდეა და მიზანი მიიღწევა საერთო ეფექტით. და ამისთვის აუცილებელია, რომ არ მხოლოდ მიიღო ძალიან ბევრი რჩევა და დახმარება, არამედ გასცე რაც შეიძლება მეტი. ეს არის ერთ-ერთი გზა და უნდა იყო ამ ყველაფრის ნაწილი. მეც ეგრე მგონია და მინდოდა რომ მსმენელს ეს მოესმინა, რომ როდესაც იღებ უარს, ეს არასდროს უნდა მიიღო პერსონალურად. მეც ასე ვაკეთებდი. პერსონალურად არ უნდა მიიღო. ეს არის უბრალოდ ამ დიდი გამოწვევის და თამაშის ნაწილი. და ეს არ ნიშნავს იმას, რომ როდესაც შენ გააკეთებ შენ მორიგ ცდას და მიმართავ სრულად უცხო ადამიანს, რომ ის არ დაგეხმარება, ხომ? ეს არის უბრალოდ ამ თამაშის განუყოფელი ნაწილი და ან უნდა გამოიწვიოს ესეთი იმედების, რაც როგორ თქვა. ხო, ამან ალბათ არ უნდა შეარყიოს შენი ღირებულებები და შენი იდეები, ხო? იმედები არ უნდა გიწროს. არ უნდა გაგიწროს. ბუნებრივია, ალბათ არც არავის უცრუდება იმედი მსგავს შემთხვევების დროს. როდესაც ხო. კი ბატონო. შემდეგი კითხვა იქნებოდა ასეთი. რა არჩევა შეიძლება შენ გქონდეს იმ ქართველი სტუდენტებისთვის, ხო? ქართულ აუდიტორიას მიმართავთ, ამიტომ შემთხვევაში მხოლოდ ქართველი სტუდენტებისთვის. რა არჩევა შეიძლება გქონდეს მათთვის, ვინც არ არის დარწმუნებული, რომ შეძლებს დაასრულოს ის, რასაც იწყებს. მაგალითად, იქნება ეს აშშ-ის გზა, ან ევროპის გზა, ან ლოკალურად ჩვენთან რომელიმე გზა. როგორ? არ არის დარწმუნებული, შევძლებ თუ არა ბოლომდე გავიდე, რა გავაკეთო? როდესაც ეჭვი შეგაქვს საკუთარ თავში შეგიძლია თუ არა, ერთ-ერთი რამ რაც ნამდვილად შეგიძლია თქვა და დაასკვნა, არის ის, რომ შენ გაქვს დიდი მიზანი. და როდესაც ამ დიდ მიზანზე ოცნებობ და ხარ მიზანდასახული, უნდა იცოდე, რომ ამ რაღაცაზე კონკრეტულზე ოცნებობა არ ხდის შეუძლებელს ამ კონკრეტულ მიზანს. უბრალოდ გეუბნება, რომ ეს ყველაფერი არის რთული. და არსებობს ძალიან ბევრი გზა, როგორ შეიძლება შეეჭიდო ამ სირთულეს. მათ შორის ეს არის სტუდენტური ცხოვრება. მე მიმაჩნია, რომ სტუდენტობის პერიოდი არის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, რომ რაც შეიძლება შორს გასწიო შენი შრომა და სწავლა მინიმალური ქმედით უნარიანობისგან. მაგრამ აქვე ალბათ საკმაოდ მკვეთრი ხაზი უნდა გაავლო არაჯანსაღ ამბიციებსა და მიზანდასახულობას შორის. იმიტომ რომ ეს ხაზი რეალურად გადის შენი ამბიციების ქმედებაში მოყვანაზე. თუ შენ შეძლებ რომ შენი ბიზნესის გასწირო, რასაც ითხოვს, რომ გასწირო, მაშინ ეს უნდა გააკეთო. და აუცილებლად შედეგი დაიდება. და ისევ და ისევ თუ ფიქრობ რომ ოცნება რაღაცას არარეალურს ხდის, უნდა იცოდე რომ რაღაცას როდესაც ოცნებობ, მისაღწევია, უბრალოდ რთულად მისაღწევია. უბრალოდ რთულად მისაღწევია. როგორ გაავლებ ხაზს? არა ჯანსაღი ამბიციები და ჯანსაღი. ხო, როგორც ვქვი, ამ ორ შორის ჩემი აზრით ხაზი გადის იმაზე თუ რამდენად შეძლებ შენი ამბიციების და მიზნების მიღწევისთვის გახვიდე გასცე რაღაც, ანუ დათმო დრო, კომფორტი, სიამოვნება, გაატარო ცხოვრება ნაცისფერ დღეებში. ეგ ჯანსაღია? აქ არის საუბარი უბრალოდ საზღვარზე არაჯანსაღ ამბიცია შორის, რომელიც საბოლოო ჯამში შედეგამდე არ მიდის, ასე მგონია. სად მიდის? ალბათ მარკმედების კოეფიციენტის ნულოვან ნიშნულამდე არის. რისთვის არის? როგორ უნდა მიხვდეს სტუდენტი, რა არის ჯანსაღი ამბიცია და რა არის არაჯანსაღი? რა არის საჭირო და რა ალბათ არც არის და არ გჭირდება.
მე ვიტყოდი რაც უფრო დიდი აქვს ადამიანის ამბიცია და მიზანი უფრო მეტი შრომა უნდა ჩადოს ამ მიზნის მიღწევისთვის. თუ მაგალითად ოცნობა ძალიან დიდზე დააკეთებ ძალიან მცირეს, ვფიქრობ რომ ეს უკვე არაჯანსაღი ამბიციის ნაწილია და არა მიზან დასახულობის. შეიძლება ამაზე ბევრი ლაპარაკი ერთს დავამატებდი რომ არაჯანსაღი არის ჩემი გადმოსახედიდან, როდესაც რომელიღაც გზას ვადგები და ეს დრო, ხომ, ფინანსები, ენერგია იქნება მიმართული იმ რაღაცის, რადგან არ უნდა იყოს მიმართული. ისეთ რაღაცებს, როგორიც არის მაგალითად რაღაც სახელი, რაღაც ავტორიტეტი სადღაც ან რაღაც ხომ. შენ როდესაც ხარჯავ ამდენ ენერგიას, მე გიცნობ ძალიან დიდი ხანია უკვე და მე ვიცი რისთვის აკეთებ ამას, ხომ? ან მე ვიცი რა გჭირდება შენ და რატომ და როგორ მოახერხე რომ მოახდინეს იზოლაცია ან მეტი დრო ჩადო ამაში ან სრული ფინანსები ან რატომ მე ვიცი რისთვის აკეთებ შენ ამას და ეს ვიცი არის ერთი სიტყვა ადამიანები შენთვის სრულად უცხო ადამიანები და ამით თავდება რაც არის უამრავი ადამიანისთვის უბრალოდ წარმოუდგენელი და არ ესმით თუ რატომ შეიძლება ერთმა ადამიანმა თავისი ცხოვრება მიუძღვნას სრულად სხვა უცხო ადამიანების კეთილდღეობას ხომ როდესაც ტკივა რო აღარ ეთქინოთ ხომ ეს პრიმიტიულად მარტივად ჩემთვის ეგ არის ჯანსაღი ამბიცია მედიცინაში მაგიტომ შენ ალბათ ესე ბოლომდე და აი ასე რომ თითქოს სხვა გზა არ არსებობს ან ყველაფერი ან არაფერი ან უნდა ვიყო კარგი ან მაშინ მე არაფერი ვიქნები აი ეს შინაგანი საუბრები რაც ცოტათი გადამეტებულია და იწვევს ცხადია საბოლოოდ შფოთვის ემოციებს და მე შფოთვას უნდა ემუშავო მაგრამ კარგი როგორ თქვათ კარგი საწვავი არის ძრავისთვის ხომ რომ ყოველდღე იყო ესე აბა მან ესე ან არაფერი კარგი საწვავი არის ფაქტია უნდა გამოიყენო ის ყველაფერი რაც მუშაობს და ჯანსაღი ალბათ არის ეგ და მეც მან ვარ მაგისთვის და ეგ არის თავარი დანარჩენი ყველაფერი არის არც თუ ისე მნიშვნელოვანი კი ბატონო თუმცა კიდე შეგვიძლია უფრო რეალურად აუწეროთ სტუდენტებს რეალურად ასე ჭირდებიან USML-ის შემთხვევაში აქ არის სხვა გამოწვევებზე საუბარი. შეგვიძლია რომ თამამად თქვათ, რომ ადამიანების უმრავლესობა, რომელიც ამ გზას ბოლომდე, რომელმაც ეს გზა ბოლომდე მიიყვანა და იმეჩა, შეგვიძლია თქვათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მასშტაბით ათასობით სტუდენტი იმეჩება რეზიდენტურაში წელიწადში. ამიტომ ეს ყველაფერი არის საკმაოდ რეალური. რთული, მაგრამ ეგ მინდოდა მეკითხა შენთვის, რომ რა რჩევას შეიძლება რაღაც კომენტარს გააკეთებდი. მე მაგალითად მომზადების მიღმა ჩვენ მეტწილად ყველა მითის როგორ და მოემზადო შეგვიძლია სხვა სერიას ჩავწეროთ როგორმე მაგრამ რას იტყოდი და რასაც შენ ამბობ ძალიან ასე თქვა დამაიმედებელია ფაქტია და ციფრია და ესეთია ობიექტურია ხო ხელშესახები ბოლო ალბათ ორი კითხვა მექნება ორი ან შეიძლება სამი როდესაც მე ასე წარმომიდგენია რაც გინდოდა მიიღე ხომ მეტნაკლებად რაც გინდოდა მიიღე და ამ გზაზე რაც მიიღე შენ გახვალ ფინიშზე და მიიღებ სრულად რაც შენ გჭირდებოდა ხო იმ შენს ხელსაწყოებს supports mentorship ცოდნას ყველაფერს ხომ რომ შენი საქმე რასაც მიხედავ არის შენი ცხოვრების თავარი საქმე ასრულო ხომ ამ დროის განმავლობაში როგორ აპირებ შენ შენი პიროვნული გავითარების როგორ აპირებ მეტპიროვნულ ზრდას გავითარებას რას აპირებ ხო აქ ორი ფაქტორია ალბათ პირველი ის გარდასახვა რომელზეც უკვე ვისაუბრეთ თუ როგორ უყურებ გამოწვევებს და უკვე აღარ არსებობს ჩვენთვის ისეთი გამოწვევა რომელზეც ვიტყვი რომ მაგალითად ვერ დავძლევ და ეს პირველად პროფესიული მხრიდაც საკმაოდ დამეხმარება ასე ვფიქრობ და არის მეორე ფაქტორი მართალია რომ წინ საკმაოდ გამომწვევი წლები მელოდება, იმიტომ რომ წლები დასჭირდება იმ ყველაფერს რისაც ვიბრძვი, გავხდე
მაღალი სტანდარტების მქონე პროფესიონალი ინტერვენციული ნევროლოგი. თუმცა მსურს რომ ამ პერიოდის განმავლობაში არ შევწყვიტო და ვიყო მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იმ სტუდენტებისთვის, რომელიც გადიან იგივე გზას და გავამარტივო ეს როგორც ამობენ ამერიკისკენ მიმავალი თავგადასავალი. რომ გავამარტივო. რა გეგმები გაქვს სამომავლოდ. ეს არის შენი პიროვნული ზრდა და ნაწილობრივ გეგმა, რაც შენ ახსენე, რომ გავმარტივო და გავუზიარო, მაგრამ თუ გაქვს შენ მომავალთან რაღაც მკაფიოდ გაწერილი გეგმა და ალბათ ამით დავასრულებ და იქნება საინტერესო ახალგაზრდებისთვის, რომ ალბათ მოისმინონ ეს შენი ისტორია ასე, რომ იციან შენ და საწყისი სტარტი ხომ, როგორ დაიწყე, რა გააკეთე და რა გეგმა გაქვს, რომ გქონდეთ უფრო ესეთი წარმოდგენა იმის შესახებ, რით გინდა რომ დაასრულო. ხო, უპირველეს გეგმა შევა მთავარი, როგორც აღნიშნე, რომ ვიყო კომფორტულად ამ სფეროში, რასაც ქვია ინტერვენციული ენდოვასკულური ნევროლოგია. მაგრამ ამის შემდგომ ამას დაჭირდება რა თქმა უნდა წლები. ვფიქრობ, რომ დადგება მომენტი, როდესაც გაჩნდება სხვა მოთხოვნილებები. მაგალითად, თუ მესამე კურსზე მოთხოვნილება იყო, რომ უნდა გამხდარიყო ამერიკის რეზიდენტი. ვფიქრობ, რომ იმ მომენტში გაჩნდება მოთხოვნა, რომ ეს ჩემი ცოდნა და გამოცდილება უფრო ხელმისაწვდომი გავხადო ქართული სტუდენტებისთვის და ხალხისთვის. თუმცა საკმაოდ დიდი შრომა არის ამისთვის საჭირო, დიდი გამოცდილება და ვიმედოვნებ, რომ მართლაც ეს დღე დადგება, როცა შევძლებ საკუთარი ცოდნის და გამოცდილების ხელმისაწვდომობაზე ზრუნვას. ძალიან სასიხარულოა ამის მოსმენა, რომ არსებობენ ძალიან ბევრი ახალგაზრდები, ვისაც ეს აქვს გეგმა და იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ ყველას ერთად ეს გამოგვივა. ხო? მადლობა გიორგი და ჩვენს მაყურებელს შემდგომში ვეცდებით შევთავაზოთ ასეთი პოდკასტის სხვა სერიები სხვა სტუმრებთან ერთად. მადლობა გიორგი და ნახვამდის.